თავის სიტყვით მეც შემიძლია უხდება მას და მივიტყვი და მადლობას მოვიყვით ვინც მოვა და ამ ხალხის გულში დაგვიყვება ყველას. მე ვარ გულში და მე ყველას მადლობას მოვთქვი ვინც ამ ხალხის პრობლემებს შეწყვეტა. მე მინდა რომ ეს ბანერი ყველამ კიდევ ერთხელ გადაიღოს. ჩვენ ვითხოვთ შრომის უფლებას, ჩვენ არ გვინდა რომ დაბა პარალიზებული იყოს. დაბა არის დამოკიდებული ამ წარმოებაზე. ეს წარმოება აშენდა და იმის გარშემო გაშენდა მოსახლეობა. საუკუნისა ხდება და ეს წარმოება ხალხმა თავისი 90-იან წლებში თოფებით და იარაღით შეინახა. 22 წარმოება იყო როგორც მეჩემს ცნობილია. აქ ეხა უმრავლესობა ამ 500 ადამიანს დასაქმებული ადამიანთა არის ადგილობრივი. აბსოლუტური უმრავლესობა. ჩემ კისერზე ძალიან ბევრმა უბედურმა გადაიტანა. ასეთ რამე არ მინახია რამე ხალხს. არ შეიძლება ასე 500 კაცის უკან კიდე რამდენი ოჯახები დგას, ხალხი დგას. როგორ შეიძლება ასე რომ აი ამდენი ხალხი უშევარი დატოვო? იმის გამო რომ ვიღაც ერთი კაცი მილიონობით გამდიდრდეს. ეს დაბა არის დამოკიდებული თავიდან ბოლომდე ამ წარმოებაზე და თითოეული ჩვენთაგანი იმისთვის დასაკროთ ჩვენ გინდა ვიქცეული შრომა. ადგილობრივი დაბის ერთ-ერთი მოქალაქე ვარ და ერთ-ერთი პატრიოტი ვარ, რომელიც ამ დაბისთვის ყველაფერს გააკეთებს. თითოეული ჩვენთაგანი მზარდ ვართ, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, ამ ღირსეული ხალხის წინაშე მეც მაქვს პასუხისგებლობა როგორც პროფესიონალი მომენტო ხალხი გვერდზე უდგავარ და მე მაქვს ნათქვამი რომ სანამ ერთი ადამიანი იდგება ვიდგები ამ ხალხის გვერდზე. მაგრამ ეს არის დიდი პრობლემა. დიდი პრობლემა. ეს პრობლემა ერთად ამენაირად ყველას თანადგომა ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ უკვე რამდენი ხანი 6 თვეა სახში ვზივართ და ლუკმაპური ერთი ლარი არ შეგვიტანია რომ პური ხალხმა გაზები გატიშა დამიჯერეთ. გაზები დანარჩენი ფონი დაბის შეუძლია. შევდით ოჯახებში დანარჩენი. კაც ტელევიზორი დაუყადავენ. ვაკის ფული ვერ შეიტანა ხალხო. ტელევიზორი დაუყადავენ. დასაქმებულია. ეს ხო ის ხალხი ხო მუშაობს დანარჩენი ფონი ჩვენ ვარჩენთ დანარჩენი ფონი. იმიტომ ბიუჯეტში შექონდა. დანარჩენი არის სოციალურად დაუცველი. და ჩვენ თვითონ ჩვენი ნაშრომი და ბიუჯეტში ჩვენი შეტანილი თანხებით იმ ხალხსაც ვინახავთ. ამის უფლებად ჩამოგვერთვა, აი ეს გვინდა რომ მეტი არაფერი გვინდა. ჩვენ კიდევ ვიმეორებ, აპოლიტიკური ხალხი ვართ, მშრომელი ხალხი. და ვართ ის გვინდა რომ ჩვენი ქვეყანა ბატონო ზაზა, ეხა პირდაპირ გულახდილად გეტყვით და მართლაც სიმართლე ისაც ეხა შეგნებულად ეხა ვერამდენი დღეა თქვენ საპროტესტო აქციები. ეს არის მესამე საპროტესტო აქცია, მაგრამ შეგნებულად, აი მართლა შეგნებულად ქვეყანაში იმდენი პრობლემა არსებობს ყველა რეგიონში. მერწმუნეთ, ამოსარჩევად არის ზოგჯერ სამწუხაროდ კახეთში ჯრეკავენ მეგობრები ჩვენი, სამცხე ჯავახეთიდან, იმერეთიდან, სამეგრელოდან ფაროსანასა დაკავშირებით, ვიღაცა დაგირეკავს სოციალურ დაუცველს, მოუხსეს დახმარება, ანუ და შეგნებულად ვცდილობდი რომ რაღაცა პირველი დღეები არ ჩამოსულიყავ თქვენ და ვიფიქრე გამოხმაურება იმ კომპეტენტური უწყებებიდან იქნება. თუნდაც ჩემი აქ დღევანდელი ჩამოსვლა, ჩემი და ლევან ბეჟაშვილი თქვენთან. იქნებ გახდეს კარგი გაგებით, გამაღიზიანებელი ფაქტორი რომ ჩამოვიდა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლობა, მაშინ როდესაც ამ წუთის მდგომარეობით არ არის ჩამოსული ხელისუფლება. მხოლოდ გამიხარდება რომ ჯინაზე ჩამოვლილი ხვალ, ოღონდ ეს საქმე გამოვიდეს. იმიტომ სადაც არის სურვილი, გამოსავალი, როგორც ვთქვი, ყოველთვის მოიძებნება. ყველაზე თუ კომპლექსურ პრობლემას აქვს გამოსავალი და ეხა ქალბატონები ბრძანდებით, დეიდები, ვიზიები, ხო, ეხა თაობით უფროსები ბრძანდებით ჩემზე, ახალგაზრდებიც არიან, ხედავ, ხო? უხერხულია რომ ქუჩაში ხართ და ვითარება ისეთი იქნება, თითქოს არ არსებობს ხელისუფლება. ძალიან სამწუხაროა და მე იმედი მაქვს, რომ ხვალ მაინც ვიღაც გამოჩნდება. ორი სიტყვით ჩავერთო ბატონო. ჩართულობა იყო რომან კაკულია ჩაერთო ჩვენთან პირდაპირ ეთერში და შემდეგ შევხვდით ორჯერ, სამჯერ. ანუ ჩვენ გავხდით სატესტე. პირდაპირ გითხრეს, რომ სატესტეები ხართ, იმიტომ რომ ანტიდემპინგის კანონი გახდა რაღაც საშინელება, ვერ იღებენ ამ ქვეყანაში. რომ ადგილობრივი პროდუქცია იყოს დაცული
ადგილობრივი მუშახელის დაცული. კანონი არ იყო და არის გვარდებოდა. გვარდება, კი, გვეუბნებია, რომ აი მოგვარდება. ამას გულით მაგრამ ამ პერიოდში ჩვენ როდესაც ამას საუბრობ, როდესაც 12 წელს არ იყო ეს კანონი, მაგრამ ჩვენ სულ მუშაობდით კაცო ხო? შემოიტანო ბატონო, მაგრამ ჩვენ ვიმუშაოთ, ჩვენი პროდუქცია გამოვუშვა და თუ საკმარისი არ იქნება, მე დაამატოთ. აი, რაზეც ასაძეობლები, ეგ როდესაც ხო და ამას ვაუბრობ. ვიღ ამას ვაუბრობ, როდესაც არ არსებობს პოლიტიკური ნება, რომ პრობლემა მოგვარდეს, ყოველთვის არის მცდელობა საუბარი გადაიტანონ რომელიღაცად არსებულ ნორმაზე ამა თუ იმ კანონზე. კანონი ბატონო ხალხის დაწერია და იმის შეცვლა თუ კი სხვა დროს ცული არ და შესაძლებელია რომ შეიცვალოს ის კანონი. ხო ეხლა შეიძლება რომ შეიცვალოს და დაიწეროს ის კაიცეთი კანონი, ეს ხალხი უმუშევარი არ დარჩეს. ყველაფერი შესაძლებელია. ერთადერთი სიკვდილის საშუალებაა რომ ყველაფერი შესაძლებელია. უნდა დაარღვევს თუ არა. სხვა სახელმწიფოები როგორ შაქარს შეიძლება ჩვენც ისე ვაწარმოოთ. ქარხანა მუშაობდა, ვენატრებოდა მუშაობს დასვენება, ვენატრებოდა, მაგრამ ეს ხალხი ყველა მიცნობს რა. და აქ ქარხანაში ხელმძღვანელ პოსტებზე მიმუშავია და ვიცი ყველაფერი რაც არის. დღეს დილიდანვე თქვენ გვერდზე ვიყავი მოვედი. აქ რა არის თავარი და ეს ხალხი მუშაობაც იქნება. აქ ვარაფერი. მარტო ბატონო შეგვინახეთ ბატონო და გვაჭამეთ. ვიყუშავთ ჩვენი ხელფასი ავიღოთ. მაგრამ 100 ლარი და 1500 ლარი როგორ დაიმატა 400 ლარზე ვითხოვ რომ გამუშავო. არიო ზარალზე ეს არის აი ზაზა მახსენა, ილო, ბოდიში ზაზა მახსენა და შეგნებულად არ ვიდა საუბარი წავიყვანო იმ მიმართულებით. ეხა გუშინ ალბათ ნაწილი თქვენგანი მიუხედავად იმისა რომ ქუჩაში ხართ, ნახავდით ხო? რა ხდება ბორჯომში და რას ეხება ეს პრობლემა? 75 კაცი მერიის თანამშრომლები ითხოვენ ხელფასის გაზრდას, მაღალ ჩინოსნები. და ამის გამო დაანგრიეს პრაქტიკულად მთელი საკრებულო გუშინ დღის განმავლობაში. და ქვეყანაში სადაც ჩვენ ცხოვრობთ და ხშირად მithავს შეიძლება მოსვენილი გქონდეს 15000-ის შემოძას 15000 საჯარო მოხელით მეტი მუშაობს ვიდრე მუშაობდა ნაციონალური მოძრაობის დროს. სახელმწიფო აი გამგეობებში, გუბერნიებში, სამინისტროებში ნაციონალური მოძრაობის დროს მუშაობდა 101000 საჯარო მოხელე. აი დამლაგებლიდან დაწყებული მინისტრით დამთავრებული იყო 101000 და ვაღიაროთ იყო იქაც გაბერილი შტატები. აი თქვენი გადასახადის გადამხდელების ხარჯზე ეს ადამიანების აქტუალ 101000 შეიძლებოდა იქ ოპტიმიზაცია თავისუფლად. დღეს რა ხდება, იცით? 15000-ით მეტია. ანუ 116000 საჯარო მოხელი მუშაობს სამინისტროებში, გუბერნიებში, გამგეობებში, საბავშვო ბაღებში, ასე შედა. აი ეს ვითარება. და რეალურად ვინც აჯანსაღებს ეკონომიკას და ვინც უნდა განავითაროს ქვეყნის ეკონომიკა, ეს არის ქარხანა, ფაბრიკა, სხვადასხვა საწარმოებში დასაქმებული ადამიანები. ჩვენ თუ ამას დავხურავთ და აი აქ აგარის მაგალითზე 500 ადამიანს უმუშევრად დავტოვებთ. 500 ადამიანი არა, 500 ოჯახია და მოусმინოთ ეს კაცმა რომ უარი განაცხადოს ამის გამო. იმ თავრობას რა რეაქცია ექნება და რა ზომებია. 300 ადამიანმა განაცხადოს საქართველოს მოქალაქეობას უარი და წავიდა. რა პასუხი უნდა გაგვცეთ? მე და როგორ უნდა გიყუროთ ტელევიზორს და ფლენო ჩინელებს შემოიყვანეთ და ზოგი თურმანიძე იქნება. ჩემი აზრით ეგეც არა, ეს ინდუელები და რა შეუჩერებს თუნდაც ბანკებში შეაჩერებენ როცა წარმოებენ ნუ დაახჭობენ ამ ხალხს. ხო შეიძლება არა ხო ქართველობა და ხო საქართველოს ტელევიზორები დაუყადაღეს სახში. კი ბატონო, აი ხა ბატონბაბზა თქვენი სახელი? ხალხი უკვე რომ მოდის ასფალტულებელი კეტავენ და 200 ეხლა ვეთქვით 220000 საქართველოს მოქალაქეს აქვს დაყადაღებული ყველა მოძრავი უძრავი ქონება. მოვალეთა რეესტრი არსებობს ასეთი ინსტიტუტი, რომელშიც დებისველი თქვენგანი თუ კიდე აინტერესდებით შეგვეძლო 220000 მოქალაქე. ეს რას ნიშნავს, იცი? არა მარტო ის გადაღებული, რასაც ფლობს შედა მარეგისტრებულ ორგანოში, დარეგისტრებული, ანუ სამოქალაქო რეესტრში, საჯარო რეესტრში, იარაღის, ასე ვთქვათ, ბინა შედეგი. არა, მოძრავი ნივთები. როდესაც თქვენ არ გაქვთ
სახლი რეგისტრირებული თქვენ სახელზე, მე მოდიან სახლში და გიყადაღებენ მოძრავ ლითებს, აი როგორც მე ვბრძანეთ, ტელევიზორს მაგალითად, კარადას, ლამპას. აი ესეთ ვითარება არის. ჩვენ დაბაში დადის მარტო აღსრულების ამ ხალხის გაჩერება მთელი აგარი აქ კრედიტებიც გექნება, ხო? უმრავლესობას ბანკის კი აქვს, ისე სად არის ადამიანები არ ამგონია ვიდეო ბანკის ეგ არის. დამიჯერეთ. ყველა ბანკებისთვის ეს პირიქით სარგებელია. ხალხი სახლი კარის გარეშე დარჩება მალე. მალე, ამას მე ვამბობ სრული არგუმენტებით. იმიტომ რომ ხალხია ისეთ მდგომარეობაში, რომ ვეღარ იხდის, არ მუშაობს, რა უნდა გადაიხადოს. რო არ იმუშავებს, შეიძლება. ხონდათ რაღაცა იმედი. ეს იმედი ორი წელი. განაჩვენებენ ხელფას, მიზერული ხელფასი მოხდა. ძალიან, აი პირადად მე 300 ლარს ვიღებ ხელზე, პირადად მე, ის 300 სანატრელი გამიხადეს. ღამის სულაში რო იმუშავებს. ცოტა იქით გადავიწიროთ, ხალბატონებო, ჯობია. სიმღერაში. მაგრამ აქედან ოჯახებს ხო ვინახავთ არა ყველა ხო არ მუშაობს არა და აი არავინ არ გამოგვახმაურდა მართლა მაგალითად არარსებული ინდუსტრია შეიქმნა რასუაშია ხო ერთი შეხედვით ეხა სად აგარა და სად რუსთავი ეხა იტყვის ვიღაც მავალი მაგრამ რუსთავში ავტობაზრების ავტომანქანების მთელი ინდუსტრია შეიქმნა ამირ მიწაზე რამდენი მილიარდიანი ტრანზიტულად ინდუსტრია და მანქანების რეექსპორტირებით იყო დაკავებული მე იქ გაჩნდა სხვადასხვა უამრავი იმიტომ რომ პოლიტიკური ნება არ არსებობდა რომ გაგრძელებული იყო და დაიკარგა ათასობით სამუშაო ასე ვთქვათ ადგილი. გაჩერდება აბა რასი რომ მარჯვენა რულიანები აკრძალეს, გაბაჟება გააძვირეს, ყველაფერი გაჩერდება აბა რასი. ანუ ქვეყანაში მოდით აპრიდან არ მინდა კიდე ნიშნის მოგებით საუბარ ჩემზე კარგად იცით. ქვეყანაში რატო ვარ მე პირადად გაბრაზებული პირდაპირ გეტყვით და რატო ვარ წვავე ოპოზიციაში. მე რომ დამენახა რომ მილიარდელი ივანიშვილის ხელისუფლება მართა ოდნავ მაინც აი 2 მილიმეტრით მაინც წინ წევს ქვეყანას პროგრესისკენ პირველი ვიქნებოდი დაუკრავდით ტააში. მიუხედავად იმ განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც პოლიტიკაში არ ყოფილა აქამდე. მაგრამ როდესაც არც ერთი დაპირება არ გაქვს შესრულებული რომ მოხვედი ხელისუფლებაში, როცა ყველა კომუნალური გადასახადი გაძვირდა ელექტროენერგია, გაძვირდა ისტორიულ მნიშვნელობამდე საწვავი, გაზი. როცა ქვეყანაში ყოველი მე-6 ადამიანი ვალით იკვებება, ეს ხო ვიცით. ყოველი მე-5 და ამ ყველაფრის პარალელურად ხელფასებს იმატებ. საჯარო სამსახუროში შენ აქტივისტებს ტენი და ასე ვთქვათ, რაღაცა ტენდერებში და იმაში ხელებს აფათურებს და ხალხი საერთოდ დაგავიწყდა. ასეთ შემთხვევაში ან უნდა იყო ხმაურიანი ოპოზიციური პარტია, ან უნდა რეალურად გუნდრუკი დაუკვა ხელისუფლებას. იმიტომ რომ ეს ვითარება არ შეიცვლება თუ ჩვენ ყველანი ერთად მართახმას არ ამოვიდეთ. ვიღებთ ხმას მაგრამ არა, ხო და ამიტომ არ თქვათ ეს ხალბატონო. დამიჯერეთ. ზვირთან მსხვერპლობით ძლიერია ხალხის ხმა და ხალხის ძალა. ნებისმიერ ხელისუფლებას თუ კი რამისი ეშინია, ეს არის ხალხი. ეს არის ხალხი და არც ადგილობრივ დონეზე არავინ ხო ხელისუფლება არ მოსულა. კომუნიკაცია გონდა საქართველობა იყო როგორ არის. არა, აი აქ ადგილზე. ამ 3 დღის განმავლობაში. არც გუბერნიიდან. აი ახლა როგორც ახლა გამოსულ ბატონო ზაზაკვა ხო დღეს ესე იგი ამ ხალხის 40% მაინც არის კიდე შემორჩენილი, როცა 90-იან წლებში ამ წარმოებს ეს ხალხი რო იცავდა და დღე-დღე ერთი ჭანჭიკი რო არ გასულა. მართალი არის, დადგა საკითხი, ესე იგი გავალ თუ არა აგარი და დავტოვეთ თუ არა აგარი. არ დავტოვეთ. მაინც დავდგებით. უნიკალური ძეგლივით შევინახავთ. როგორც ამ წარმოებას. და არ დაუთმობთ არავის. და მივიყვანთ იმ დონე და არ მოვა ის დრო იმდენი ხანი რომ ამ თავრობა დიდხანს იტანეთ და სამომავლოდ მაინც ავამუშავეთ. თუ ესე იგი
თქვენთან ესე თანადგომა იქნება თავრობი. მე გვირდებით, კი ამ შუაღამე შემოგეპარეთ მელიასავით, როგორ გითხარით, მაგრამ გვირდებით არ დაგტოვებთ არც ერთი ტუტი. შეგნებულა თავს ვიკავებდი, არ მინდოდა სხვანაირად გაგეგოთ და ამიტომ გავუსვით დასაწყისში ხაზი იმას, რომ პრობლემები სამწუხაროდ არის უამრავი ქვეყანაში და სწორედ ამიგეთ მედიაში მოსახვედრად არავის არ აქვს, ანუ ეს არ არის თვით მიზანი. უბრალოდ თუ კი ვარ პარლამენტში, თუ კი ვარ პოლიტიკაში, ეხლა თითის დასაჭერად იმ პარლამენტში ნამდვილად არც ერთი ჩვენგანი არ არის. და არც დამატებითი რაღაცა კომფორტის მისაღება. პირიქით, სერიოზული დისკომფორტია ჩემთვის პირადად პარლამენტში იმ ადამიანთა ერთად ყოფნა, ვისაც ერთის მხრივ ვიცი არაფერს არავინ არ ეკითხება და არიან უბრალოდ მართაც თოჯინები ვიღაცის ხელში, ეს ვითარებაა. მართა პარლამენტარები კი არ არიან. 95% ქართული ოცნების წარმომადგენლები. არ არის. სადღაც სხვაგან კაბინეტებში აი არაფორმალურ გარემოში წდება ეს ვითარება. ამიტომ ეხლა დავწმუნდი მე თქვენთან კომუნიკაციით, რომ ყველაფერს გავაკეთებ. ყველა ფორუმს, ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებ, რომ თქვენი ხმა ისმოდეს მაქსიმალურად. მაქსიმალურად ისმოდეს თქვენი ხმა. ეხლა ახასაც გიყურებთ, წარმოიდგინეთ. ეხლა ბაშვილი, ზოგი შვილიშვილებთან ერთად ხართ, ა? ეს დილასაკეთი აქ არიან ბავშვი. აქ ეხლა მაქსიმალური ხელფასი რომელიც არსებობს რა არის? დანიშ მაქსიმალური და მინიმალური. რომელი ბატონო? 230 ლარია მინიმალური და მაქსიმალური 230 ლარიდან იწყება, ხო? პირადად მე ჩემი სამუშაო ძალიან პასუხისმგებელი სამსახურია ბატონი კარგაში. საქმე სამსახურები ლაბორატორიაში მუშაობს. ხილზე 300 ლარი. ბატონო? ხელფასი რომელთან? 1 ნოემბერს გავჩერდი და ვსწრებათ იმის მერე. და მანამდესაც და ანუ 1 ნოემბრის შემდეგ ხელფასი არ აღინიშნა. იმ წელში გაჩერდა და მოცევა. აი მე ის პასუხი მოვითხოვ და იმ პასუხს ვითხოვ ჩვენ. მე შაქრები, გაჩერებული ხარ. თვითონ ადამიანი გაჩერებული. აგაცენა. ამათ ჩვენებს გასულ პასუხი. რა ელოდებათ ამათ ჩვენებს? ამათ რა ელოდებათ? ამათ რა მომავალია? აი ეს პასუხი გინდა ჩვენ. თენგა ყველა. მე ამი თქვენი სახელი ყველას კიდე არ აქვს იმის აუ აღებულებაა ჩემი და ჩემი მეგობრები საკში გაგვიშვა. ამას მოხედვა თანაგზრობა უნდა. მოხედვა უნდა და გვერდში დგომა უნდა. ლევან საგარა მარტივი პროცესია პრემიერი. ყველა ვიცით რომ შაქრის მოხმარება ქვეყანაში არ შემცირდება. კი, პრობლემა არის ის რომ როდესაც დაშვებული არის იმპორტი, შემოდის ქვეყნების შენი და შაქარი და შესაბამისად მე იმიტომ რომ ჩვენი ეს ანალოგი ეს პრობლემა იყო აბსოლუტურად ჩვენც ვიყავით ხელისუფლებაში ანალოგიური პრობლემა ჩვენ დროსაც იყო და მარტივად წმებოდა როდესაც პოლიტიკური ნება არსებობდა როდესაც ქვეყანას პატრონი ყავდა და როდესაც ხალხის გაზაჭერი გულთან მიქონდა მარტივად ხდებოდა რა ხდებოდა დაბლოკვა იგივე კანონმდებლობით, სხვა მექანიზმებით ხელისუფლებას ყოველთვის აქვს, რომ შეუძლია ისეთი ბარიერები დააწესოს, როცა ადგილობრივ წარმოებას უფრო მეტი რესურსი ექნება კონკურენცია გაუწიოს იმპორტულ საქონელს და აქამდე თუ ხდებოდა ამ ქარხნის ამ მუშაობა, ეხაც არ უნდა იყოს პრობლემა, თუ კი ხელისუფლებას ექნება ის ბერკეტები და ის სურვილი პოლიტიკური ნება, რომ ხელი შეუწყოს რა. იმიტომ რომ შაქრის მოხმარება კлау გაზრდილი არის, ეხლა სტატისტიკა რო ვნახოთ, იმპორტი გაიზარდა თორე. მოხმარებაც გაზრდილი არის. ანუ შესაბამისად ამ ქარხანას კიდევ უფრო მეტი დატვირთვით უნდა ემუშავა. დიახ. ეს მასე უნდა იყოს. სინამდვილეში ხდება ისო გაჩერდა ქარხანა. ჩაკვრა შაქრის წარმოება საქართველოში. ჩვენ ამას ვიტყვით, ჩვენ ვართ მეშაქრეები. ჩვენ ვაქვს იმის პოტენციალი, რომ სულიად საქართველოსი დავაკმაყოფილოთ. გავიტანოთ. ლევანი, რასაც ამბობ, არა თუ უნდა დაკეტო ქარხანა, როცა პასუხისმგებლობის მქონე ხელისუფლება ხარ, უნდა იმდენად შეუწყო ხელი ქარხანაში დასაქმებულ ადამიანებს და ხელმძღვანელობას, რომ განავითაროს ქარხნის წარმოება.
პროდუქციის წარმოება. შეიძლება მეტიც ხო მრავალპროფილიანი გახადო კიდე მარტო ხო? ან პირიქით ექსპორტზე გაიტანო. ხო. რა თქმა უნდა. ამიტომ ყველაზე მარტივი გამოსავალია დახურო, დაკეტო ქარხანა და წახვიდე სახლში. და გამზადებული შეკარი. მაშინ დასაქმებას არანაირი ვალდებულება არა. არა, ეს პრობლემა, რომელსაც თქვენ ახლა ახსენებთ, ლევონმა, როგორც თქვა, წლების განმავლობაში არსებობდა. წინა ხელისუფლების ზუსტად არსებობდა, ხო? კი, არსებობდა. ხო. მაშინ როცა შეიძლება წარმოება დამსაქმებელმა უნდა გადაიხადოს იძულებით მოსდენისა. ეს არის ჩვენი ძირითადი მოთხოვნა. დამსაქმებელმა გადაიხადოს იძულებით მოსდენისა. პრობლემას გულისხმობ. ეს არის დამსაქმებლის პრობლემა ძირითადი. დამსაქმებელმა უნდა გადაიხადოს იძულებით მოსდენისა, რომელსაც კანონი ავალდებულებს. ეს არის დამსაქმებელთან, რაც ჩვენი პრეტენზიაა. კარგი. ეხლა თქვენი დღევანდელი დღის მოთხოვნები მე მოვისმინე. ყოველ შემთხვევაში ეხლა მარტივ სამწუხარო ვითარებაში ვართ, ვითხოვთ ყურადღებას. ჯერ პირველ რიგში ვითხოვთ ყურადღებას შესაბამისი ორგანოებისგან, საიდანაც ჯერჯერობით ხდება ყრუკედელი. კი ბატონო, მე ამომიყენეთ შესაძლებლობა, რომ ეს ყრუკედელი გავარღვიოთ. ამის პირობას ოც შედეგზე ორიენტირებულად. არა, შედეგზე ორიენტირებულად. ჩვენთვის არის რა თვითმიზანი, რომ არ დარჩეთ თქვენ უმუშევრები. ამისათვის დამიჯერეთ, რამდენჯერაც საჭირო გახდება, დღის რა პერიოდში საჭირო გახდება, ვიქნები აქ. და ყველგან, ყველა ვითარებაში ამიერიდან ვისაუბრებ ამ საკითხთან დაკავშირებით. ყოველ შემთხვევაში ხელისუფლებას სულ ის მაინც შეუძლია რომ აქ იყოს საუბარი საბანკო კრედიტებზე და როდესაც ასე საგანგებო ვითარება არა, ბატონო, არა, რაზეა საუბარი ეხლა. არა, მაგრამ პროცენტები შეგვიჩება მარტივი ენა ეს. როდესაც ბანკში გამოყვა შავზე თეთრი უნები. შავზე ამბობ თეთრია. მარტივია, თეთრი ეხლა დაწყებული იქიდან რომ კაცი ეთის იმას რომ დაბალოს დიდ ყური კაცი თავისი და გაუჩინარებულაა აზერბაიჯანაზე რო საუბრობ. ისე მოხდა იმაში სხვა ქვეყნის ქვეყანაში, ხო? იმასაც კი ახერხებენ რომ გაამართლოს. მაგრამ როგორც კი ხალხი იწყებს ღელვარებას, სამართლიან ღელვარებას, კონსტიტუციის ფარგლებში, ჩარჩოებში, ხო, ითხოვთ თქვენსას და აი ამ ფორმატში, რომ ფორმატში თქვენ ხართ და მაინც არ გაგცევთ ყურადღებას, ну რა რჩება ის რომ მაქსიმალურად კიდევ უფრო როცა მოვიტყოეთ ჩვენ დასაქმების ხარ თეთრზე შავადებული ჩვენი კონტრაქტი მაშინ გაგვიწევთ ჩვენ ის კონტრაქტი იმიტომ რომ არ გადაიხადეთ იძულებით მოსდენისა დამხელმძღვანელობა ბოლოს როდის ხომ ბათა კონტაქტზე ოქტომბრის ბოლოს როცა გამოგვიწევთ მას შემდეგ აი ხაბათო რა მაინტერესებს იცით ბოდიშიო თქვენ გასაგონოთაზე ბოლოს როდის ხონდათ კომუნიკაცია ხელმძღვანელობასთან ოქტომბრის ბოლოს ოქტომბრის ბოლოს? როცა გამოგვიცხადა. მას შემდეგ არ ქონიათ არანაირი კომუნიკაცია. ამგებიანი და იხურება კონსერვდება ეს ქარხანა. არის ნახევრად დაჭრილია ესე. აგვაღებინეს ხელი და გამოვედით ეგ. ნახევრად დაჭრილია და არ არის ამგებიანი. ეს ქარხანა არის ერთადერთი. საქართველოში რომელიც აწარმოებს შაქარს. ერთადერთი ისეთი გამოსავლიანი ქარხანა რომელიც უნიკალურია. რომელსაც არა წამგებიანი არ არის. ეს არის მათთვის სეზონურზე მომგებიანი მათთვის უფრო და მაგით უიძახიან რომ ჩვენ სეზონურები ვართ. ეს არ არის სეზონური. ოქტომბრის ბოლოს ქონდა შეხვედრა, მე მათი გადაწყვეტილება მოვისმინე. მოვახერხოთ საუბარი რომ აი ერთმანეთს მოусმინოთ, სწორედ არ გამოდის. ოქტომბრის ბოლოს მოვისმინეთ დამსაქმებლების პოზიცია რა. მაშინ ქონდა შეხვედრა. იმის მერეც ჩვენ ქონდა შეხვედრები თავრობაშიც ვიყავით, ну თავის შეხვედრა იმ დამსაქმებლებთანაც ქონდა შეხვედრა. ამათი პრობლემაც ის არის, რომ იძახიან არა კონკურენტუნარიანები ვართ. მაგრამ პრობლემა უფრო მეტია მე გავაშორე მაშინ როგორ არის არა კონკურენტული როცა ბაზარზე პროდუქცია არ აქვს გამოშვებული. აი ზუსტად მანდამდე მინდა მოვიდე ერთი გამოუშე პროდუქცია ჩაუწვა. ჩაუწვა? ვერ გაასაღეს. როგორ არიან არა ესაც გავაშორე მე ჩვენ დაფასებული პარკები ნახეთ, რაც აწევია, რომ შეპესე აგარა რა, ჩვენი სახელს იყენებდნენ და ჩვენი სახელი გამიჯერეთ ესე 50 წელიწად კიდე მესდის 100 სუმინი ანუ შემოვაქვთ შაქარი და აგარას ეტიკეტს ადებენ. ანუ დამსაქმებელი კი კანონის ჩარჩოებში ზის დამსაქმებელი როგორც გითხრა და კანონით სავალდებულებს ორი თვის ხელფასი 300 მილიონი ახლებს ხელფასი და გადაგიხადეს ასე დავცი. ამ დღეს ამ წარმოებს არ ვეკითხავ ჩვენ. ოფიციალურად ვილაპარაკეთ, მაგრამ ეს წარმოება ჩვენია, მე ასე ვფიქრობ და ყველაფერს იზოლებით რაღაცა თითოეული ჩვენთაგან ვითომ მოვაწევს ესეთი კანონის ჩარჩოები არ არის და
და იქამდე მივიდე რომ გადავუხადე სამხარ ფონდის ხელფასი და დაამთავრე სილაფერი ვალდებულება. ეს კიდე კანონში ასეცები. იმის მერე შეხვედრები აღარ ქონია. ბავშვები ყურადღებაში თხოვნა. ბავშვები არცი ვარ. არა, შევადგინეთ. აგარელების პრობლემა არ უნდა შემოიფარგოს მხოლოდ აგარის. სამსახური გვინდა და გვამუშაო. მუშაობა გვინდა, მე სხვა რას ვიტყობთ, რომ მოგხვედოს ჩვენი ხელისუფლებამ და გვამუშაო. რამდენი ხანია? ნოემბრიდან გაჩერებულები ვართ. ნოემბრიდან დაგვაჯინეს სახში ვართ, უმუშევრები და აი რავი, გაზები გამოგვირთეს და სიცივე და შიმშილით დავიხოცებით ალბათ ცოტა ხანში. რა ვიცი. ვთხოვთ, მოგხვედონ და გვამუშაონ, სხვა არაფერს ვითხოვთ, მუშაობას ვითხოვთ. და გვამუშაონ და ამუშაონ ჩვენი შაქრის ქარხანა. რომ ყველა აგარელი დასაქმდეს და ვიმუშაოთ. მოსახლეობა ამაზე ვართ დამოკიდებულები, რომ ერთ ქარხანაზე. მოდი და თქვი. რა თქმა უნდა, მოსახლეობის 30% სინათლეები გამოურთეს იმის გამო, რომ ვერ გადაიხადა ხალხმა ის შუქის გადასახადი, გაზის გადასახადი, მცირეწლოვანი ბავშვები, აკუნის ბავშვები ყავთ ხალხსა და შუქი არ აქვს, გაზი არ აქვს. რა უნდა გააკეთონ ამ ხალხმა? გამგებელია გუბერნატორი ამ შეხვდათ? რა გააკეთოს გამგებელმა და გუბერნატორმა თუ მთავრობამ არ გააკეთა ის, რაც გასაკეთებელია, რომ ამ ხელა შაქრის კომბინატი გააჩერეს რის გამო რაღაცა შაქრის შემოტანის გამო, რომ მართლა არ არის ის შაქარი ისეთი პროდუქცია, როგორიც უშვებს ჩვენი შაქრის კომბინატი. ძვირფას პროდუქციას უშვებთ, მაგრამ რეაგირებას არავინ არ ახდენს ამაზე. არ ვიცი რა მოხდა, რა შეიძლება მოხდეს კიდე, რა უნდა გააკეთო კიდე ადამიანმა, რომ შაქრის კომბინატი ამუშავდეს. არ ვიცი, ჩვენ ძალიან ვართ ესეთი აი უყურადღებოთა ვართ, ასე რომ ვთქვათ, მართლა უყურადღებოთა ვართ. ხალხს ძალიან უჭერს, ძალიან უბედურ დღეშია, გაუსაძლე პირობებშია ხალხი. გაიგო ნიკამ, მელიამ და ჩამოვიდა დაგვიდგა გვერდზე, გამოგვიცხადა სოლიდარობა. ჩვენი მოთხოვნები კონკრეტულად რა არის? ჩვენი მოთხოვნები არის, რომ შაქრის კომბინატი გაეშვას და ამუშავოს ქარხანა, რომ 500 ოჯახია, როგორც ყველა ყველამის უმუშავარი და დაიწყო მუშაობა რა ქარხანამ და სახელმწიფო გამოიჩინოს კეთილნება და დაგვეხმაროს და აგვამუშავოს. ჩემი მამი გოგო. ხომ ხარ ვარ დაიჭერო თუ არა? ფაბრიკები გაჩერებული და იქ ეკონომიკა ყავს. არ ვიცი, შენ თქვენი ის მითხარ თუ არა? საქართველოს ყველა ის ფოტოები, რომელიც ველიში მოსტავეროს პროფესორები ჩვენს ვიყავით შეუერთდი აქცია. რომელიც მოგიწევთ ხა.
ერთი პარტია კი ყველა პარტიას მოუწოდეთ რომ ჩამოვიდნენ დაინტერესდნენ ხალხის ცხოვრებაში და ჩამოვიდნენ და პარტიას არ პარტიული კონტექსტის კარგი თავი აი ვისაც მოგისაც კომენტარის მიცემა იმას ყველა პარტია ჩამოვიდეს ყველა პარტია დაუდგეს ამ ერთმანეთს ეკიშმებიან ის და ეს ხალხი არ აინტერესებს როგორ შეიძლება ქართველი არა საქართველოს ეროვნებად ჯარებს ლაპარაკობ ახლა აზერბაიჯანელები ოსი ხალხი არიან ინტერნეტი არის ქორია ჩვენ ამას საზღვარგარეთ ვინც არ უნდა იყოს ჩვენ გვინდა რომ ამუშავდეთ ქარხანა ვინ იქნება ის? ეთრე იქნება, პავლე იქნება. ვინც არ უნდა იყოს? აი ასე გადაეცი იმას და ის ქარხანა გაიხსნა. მე ის ხო გამბაჟება იქ მუშაობს, ენახა მუშაობს ის ქარხანა. ერთი სეზონი იმუშავა კახეთიდან ატამი და ისინი გამოუშვეს მალა. ერთი სეზონი იმუშავა დაიკეტა всё. მუშაობს, ენახა თუ მუშაობს ის ქარხანა. ამდენი ხალხიდან ხონახევარზე მეტი მაინც წავალ საზღვარგარეთ ახლა მარითი ვარ. თუ დროშები ავაფრია ანუ რისკი შაკარია ჩერნობილში ოდი რა დააკეთეს საკონი აში მაინც გაჩერდეს გამარჯობა გაქცევა არ ვარ ჩვენი სამშობლო იყოს იმიტომ რომ მეგობრებო, დაველოდოთ ხალინდერს დღეს. ნახოთ რა გამოგვაურება ეთება ილო და იმის და მიხედვით თქვენ რასაც პირ რა თქმა უნდა, თქვენ რასაც გადაწყვეტთ. თქვენ როგორც ჩათვლით საჭიროს. ყველაფერში დაგიდგებით გვერდში. ამისი იმედი გქონდეთ და მე მგონი დღესაც დარწმუნდით, რომ ეს ასე იქნება და მანამდე ხალინდელი დღიდან, უკვე დღევანდელი დღიდანაც ყველგან სადაც შესაძლოა მომეცემა თქვენ საკითხს დავაყენებ ნომერ პირველ საკითხად. იმიტომ რომ ზოგადად რო ადამიანის სამუშაო ადგილს კარგავს თითოეული ადამიანის დაკარგული სამუშაო ადგილი არის ტრაგედია, მაგრამ ახლა ერთი ხელის მოსმით ერთ პატარა დასახლებაში, დაბა აგარაში, როდესაც 500 ადამიანი კარგავს სამუშაო ადგილს, ეს ნიშნავს რომ რეალურად 500 ადამიანმა დაიხუროს ქუძი და დაცალოს დაბა აგარა და გადასახდეს სხვადასხვა ადგილს, ხო? ხო, არა, ამას გვეუბნება დღეს ხელისუფლება. რა თქმა უნდა. ამიტომ ეს არის უდიდესი გამოწვევა, რომელიც დააზიანებს მომდევნო თაობებსაც. აი ეს ბავშვები დღეს აქ დარბიან. თქვენ თუ სამუშაო ადგილები, თქვენ თავად მითხარით ეს დაკარგეთ. არის საფრთხე რომ ეს ბავშვები დროთა განმავლობაში ნენელა დატოვებენ ამ ხარეს, ხო? იმიტომ რომ შეუძლებელი გახდება აქ ყოფნა ეს რა თქვა. ქალაქის ტიპის დასახლება, დაკვეთები აქ არ აქვს მოსახლეობას. მე-4 და მე-5 საათზე ცხოვრობენ ხალხი. ან ძოხა სადიყოლიო და ღორი სადგაზარდო ხალხო, ან ქათამი სადიყოლიო. ერთი ქარხანა ჩვენი საარსებო წყარო და ესეც ასე დაგვიკეთე და დაგვიკეთე. კარგი, არის ნერვიულოდ. როგორ არ არის ანერვიულო არის, მაგრამ გავარგოთ ერთობით, გვერდში დგომით, მტკიცე მოთხოვნით, გონივრული მოთხოვნა. ჩვენ ხო არ ვითხოვთ არაგონივრულ არაფერს. ვითხოვთ ამ ეტაპზე პირველ რიგში გასაუბრებას ხელისუფლების შესაბამის წარმომადგენლებთან, ვისაც ძალუძ რაიმე გადაწყვეტილებაზე, ან პოზიტურ გადაწყვეტილებაზე გავლენის მოხდენა პირველ ეტაპზე და მეორე ეტაპი არის მოვძებნოთ ერთად უკვე მათთან ერთად მოვძებნოთ გამოსავალი. ისე საერთოდ პარლამენტში რაზე ლაპარაკობენ? ხალხზე საერთოდ უზრუნავენ და საერთოდ ჩვენი ხსენება თუ არა? თქვენივე კითხვაში იყო პასუხი. ავტოფაროთ ეს არა, ეს მოცემულობა რომელიც არის ტრაგიკომიკურია. ალბათო, იმიტომ რომ ქვეყანაში მინისტრს არ გავს შის შემთხვევაში კი არა უდიდეს, ანუ 95% შემთხვევებში პარლამენტს არ გავს
და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხედავთ ხო? და ჩვენ გვაქვს ერთადერთი ძლიერი ეკონომიკური აქტივობა, რომელიც ქვეყანაში ხორციელდება, ეს არის ხის გადატანა და გადმოტანა. თავისი ადგილი ხო უნდა ქონდეს. ხის გადატანა და გადმოტანა. საკუთარი სასაფლაოც წარმოიდგინეთ. იმიტომ რომ არა და ამ ადამიანმა მოგცათ თქვენს მათ შორის და რამდენი იქნება აქ ადამიანი ისეთი, ვინც 2012 წელს ქართულ ოცნებას მიცა ხმა. დიდი უმრავლესობა. დიდი არ ბევრი იქნება, ვიღაცა მიყო. ხო? მეცაც გეტყვით. ძალიან ბევრმა უკეთესი ხვალინდელი დღის იმედით მიცა. რა თქმა უნდა, და ვახსენებ, მე პირადად გამიხარდებოდა. თვითმიზანი არავისი არ არის, არც ჩემი და არც ჩემი მეგობრებო ვიყოთ ოპოზიციაში. ჩვენ ვართ უსამართლობის ოპოზიციაში, ვართ უმუშევრობის ოპოზიციაში, ვართ მართად პირდაპირ ბოდიში და უნამუსობის ოპოზიციაში. როდესაც ადამიანი კვირდება ერთს, მეორეს, მესამეს, კვირდება რომ დენი გაიაფთება, კვირდება რომ გაზი გაიაფთება, სამუშაო ადგილები შეიქმნება, 100 ქარხანა გაიხსნება და ასე შემდეგ და არაფერი არ კეთდება. საერთოდ და უკუსვა არის წარმოუდგენელი და ამ დროს ერთადერთი რამითაა დაკავებული მიაქვს მოაქვს ხე საკუთარ სახში ეს რა არის თუ არა დაცილა. ხო? მართლა ესეა. და ერთი ხერო გადააქვს ამისათვის ხშირად ლიანდაგებს ყრის და გარესადენეებს ჭრის. რამე და საცობებში ამყოფებს აჭარაგურიაში ხალხს საათო. ამიტომ ჩვენ ხელმოწერების შევაგროვეთ და გადაუგზავნეთ მაშინათვე. მუშაობას. მე შეკრეითხოვს თავისი უკრების აღდგენას. ვინც რა უნდა ისაკეთოს ამ სახელმწიფოს? არა, ვალდებულება, რატო? არა, ბატონო, რატო თქვი? ვალდებულება, ვისაც ჰქონდა, კი ბატონო. მაგრამ ამ ადამიანზე რატო საუბრობ? ხო ჩვენზე კარგად აი თქვენც იცი. რეალური გავლენა, რეალური ბერკეტები ამ ქვეყანაში სახელმწიფო აქ ამ ადამიანს ვისაც ზუსტად გადააქვს ის ხე თავისთან სახში. თორე ესო არ იყოს ბერკეტები დაღჭრული სახელმწიფო რა ჩემი საქმეა ეხა ხეს აიღებს თუ ასე შემდეგ. გველოდება ჩვენ. ია ამაზეა საუბარი. ხელმოწერები ოქტომბერში რომ დავჭირდით ჩავაბარეთ იმასა პარლამენტსა. იმის მერე თუ საერთოდ ხსენება ყოფილა აგარი შაქრის კომპანიისა რომ გაჩერებულები ვართ და ან ჩვენ ზურგს უკან რას ავჭამდა რას როგორ ვარსებობ თუ საერთოდ გაჟღერებულა. ბოლო 6 თვის განმავლობაში თქვენ მაგალითად გააქვთ კრედიტი ხო თქვენ პირადად? კი მაქვს. მოახერხეთ გადახდა რამე. მოახერხებ ჩემი შვილის დახმარებით და სხვა არაფრის შემოსავალი არ მაქვს მეოთხე საქმე ყავს და შვილის იმედზე ვარ მაგრამ შვილის იმაზე რატო უნდა სიმსივით დაავადებული თქვენ აი პენსიონერი საპენსიო ასაკიზანდები ხო? არა არა 2 წელი მაკლია. აი პენსიას ვინ იღებს? ამის შერია ხელი შვილის ხონდა ვიღაცა დაინტერესებული ჩვენი პენსიონერებისას ქონია წინსწრებად პენსიები გამოტანილი. მე თვითონ პენსია აი ეს მაინტერესებს. ანუ თქვენ გაქვთ პენსია 2 წლის წინსწრებად გამოტანილი? ანუ კრედიტში გაქვთ აღებული. მიბრძანდით ესე იგი ლიბერტი ბანკში და იქ აიგეთ ანუ რამდენი არის? მე თვითონაც მე ანუ რეალურად რამდენი ბატონიკა და მე წერება აქვს გამოტანილი სხიურთერაპია რომ დამჭირდა და ქარხანა უბრალოდ იმ დროს გაჩერდა. იძულებული და ის ჩემი 100 ლარიანი პენსია გაუმეტარა და მითი გადამეხადა სხიურთერაპიის 8500 ლარი. ხო, აი ხა თქვენ ნაცვლად რა 80 ლარს იღებთ, ნაცვლად 120 იღებთ 80 ლარს. დანარჩენი მიდის კრედიტში, ხო? რა 70% ასეთი. საერთოდ რა საკითხებზე ლაპარაკობენ თუ ასეთზე არა, რასაც ჩვენ განვიცდით. პარლამენტში რა საკითხები იხილება? მაინტერესებს. უნდა იყოს ჩვენზე საჭიროებო საკითხები განხილული იქა. ჯერა ჩვენი ის უნდა დააკმაყოფილონ პრობლემები და მე თავიანთ ხელი შეწყობაზე გადავიდნენ და პრემიებზე და ხელფასების მომატებაზე. თუ ჩვენ არ ვიქნებით საქართველოში მარტო პარლამენტარები უნდა იყვნენ. ესე იგი საშუალო ფენა საქართველოში საერთოდ არ არის. ჩვენ დავრჩით და ჩვენც გავიქცევით. всё. ვიღა დარჩება პარლამენტარები და იყვნენ არაბები და ჩინელები და არაბები. მე კი აღარავინ დარჩა. ეს მთელი ტრაგიზმი ამაში მდგომარეობს. საჯარო მოხელე შეიძლება ხელფასი გაუზარდო, შეიძლება გაუორმაგო, მაგრამ ეკონომიკური ზრდის პროპორციულად. ანუ ბიუჯეტში თუ მეტი თანხა შემოდის, თუ ქვეყანაში ეკონომიკა ვითარდება, თუ მეტი სამუშაო ადგილები იქმნება და ასე შემდეგ, ხო? რა თქმა უნდა, საჯარო მინისტრს შეიძლება ხელფასი მოუმატო, მაგრამ და კარგიც არის, იმიტომ რომ მარგი ქმედების კოეფიციენტი გაიზრდება, მაგრამ როდესაც მოცემულობა რა სამუშაო ადგილები იკლებს.
შემოსავლელი კლებულობს ყველა ოჯახის და მხოლოდ ერთადერთი რამე იმატებს. ხო, ფასები იმატებს, მაგრამ ერთი რამე იმატებს მარტო აქტიურად არის ხელფასები მინისტრებისთვის და საჯარო მოხელეებისთვის, მაღალჩინოსნებისთვის. ესა ძალიან ცუდი. ანუ ხშირ შემთხვევაში ამ სამინისტროებში როგორ არის? ხო, ქართული ანდაზისა არ იყოს. ერთი არის მწოხნელიო და 25 მწოხნელიო. დიახ, აი ესეთი ვითარება ზოგჯერ სამინისტროში მუშაობს 300 კაცი პირობითად და საქმეს მარტო აკეთებს 50 კაცი. ის 250 კაცი არც კი დადის. სამსახურში ან არაფერს არ აკეთებს იმისათვის, რომ თქვენი ყოფა ჩვენი გატანილი რამე საკითხი თუ გადაწყვეტილა ამ თქვენი ოპოზიციების დროს და თუ თქვენ ნახეთ რა არის ჩვენ ყველა ბერკეტი უნდა გამოვიყენოთ პირველ რიგში ეს საკითხი უნდა გავხადოთ რეზონანსული აგარელების პრობლემა დაბა აგარელების პრობლემა უნდა გასცეს დაბა აგარას ანუ ვიღაცამ ხელისუფლებაში არ უნდა ჩათვალოს მე რა მოხდა ეხა იქ 500 ადამიანი თუ პრობლემის ასე ვთქვათ პრობლემის ქვეშ არის 3,700,000-დან, ხო? ამიტომ უნდა გახდეს რეზონანსული და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ჩვენ ერთად, ვაიძულოთ ეს ხელისუფლება წამოვიდეს მოლაპარაკებაზე თქვენთან და პირველ რიგში ამ ქვეყნის საკითხი დღეოთ, არა მხოლოდ თქვენთან, ხო? მათ ინტერესებშიც უნდა იყოს. თორე ეს ბერკეტები არსებობს და ხშირ შემთხვევაში ვახერხებთ 10 საკითხიდან საზოგადოებრივი აზრის მობილიზაციის პირობებში სხვადასხვა ჯგუფებთან გაერთიანების შემთხვევაში ჩვენი აქტიურობის შემთხვევაში თუ ჯგუფი გვიწევს იხედავთ რას ვიზამთ ხო ამიტომ ვაღწევთ ოპოზიციიდანაც ის სასურველი შედეგის მიღებას ისევ ხალხის საკითხი დღეოთ ხო მე რომ ვკითხოთ გულახდილად დღეს ვართ ის ვითარებაში როდესაც არ დაგიმალავთ ნაკლები იმედი მაქვს რომ ამ ხელისუფლებას რაიმე უნარი შეეძლო ქვეყანა განდამოვითაროს. იმიტომ რომ 6 წელიწადი ამისათვის იქნებოდა საკმარისი რომ ერთწმენა მაინც გაგჩნდოდა. ეხლა ჩემი და ჩვენი მეგობრების ამოცანაა რომ რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მოვაყენებიოთ ხალხისთვის. და სწორედ ეს არის თქვენ შემთხვევაში ძალიან აქტუალური. ეს ზიანი არ უნდა დადგეს, რომელიც ეხება 500 ადამიანისთვის სამუშაო ადგილების წარსულს. ლაპარაკი კიდე ერთხელ მაინც შეამოწმეს ის რა პროდუქტია, ახლა ამას სიმსივნე ახსენა, იმ ბავშვებად სიმსივნე ახსენა. ამით ჩდება ჩვენი უკან დაწევა და ეს სიმსივნეები, რომ ჯანმრთელობის საზიანო პროდუქტს ვჭამ. ჩვენი არ არის ასეთი. 2.20-ით რო დაედო სამ წუთში ჩვენ კილო შაქარს ის გაიყიდება და ის დარჩება, იმიტომ რომ პირველად აქ რო შემოიტანეს ბატონო ნიკა იყო 2008 წელს გამოშვებული შაქარი. უკრაინის დაწუნებული და 2 წელზე მეტი შაქარი აღარ აწევს. იმას სახაროზა უვარდება დაბლა და არ ვარგა ის შაქარი. რას გვაჭმევენ? საერთოდ თუ არსებობს ვინმე რომ აკონტროლებს ამას.